მოგესალმებით ბატონებო და თავბატონებო, პირველში ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობის რუსეთის საერთაშორისო პარტნიორია ფამილარობის გარეშე არის ძალიან მნიშვნელოვანი ციგნის მასპინძლობა, სადაც სამი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობის პერსონის შეკრება მოხდა. Personas or შემთხვევაში და ერთ შემთხვევაში ვუძღვებ გამოცემულებას და ვუძღვებ ბუნებრივია ავტორს როსტომ ჩხეიძის თამამად შეგვიძლია ვთქვათ ქართული ლიტერატურის კლასიკოს, რომელიც მეორე კლასიკოსზე ბუნდერას მოვლენაზე ქართულ ლიტერატურაში ამ სიტყვის მრავალმხრივი მნიშვნელობა და ეს მრავალმხრივობა იულად არის დადასტურებული ამ წიგნით თამას ჩხერგელზე არის მიზნული და გულისხმობ ცხადია გამოცემულობა ინტელექტს, რომელიც ამ თვალსაზრისით მართლაც მეცნიერია ზურაბ კვარაცხელიას ხელმძღვანელობით და გულისხმობს ძალიან საინტერესო აუცილებელ სერიას ქართულ ლიტერატურაზე, რომლის ნაწილიც არის როსტომ ჩხეიძის ეს თითქოს ერთი შეხედვით ასეც არის დასაფლავებული გარკვეულწილად ფრაგმენტების და შემდგარი წიგნი, მაგრამ მე ხონდა პატივით შეხედვაში ხდება ხოლმე რომ ორგანიზაცია, მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებული სიტუაციის ხალხს და გახსნას, ისე რომ ტექსტი წაკითხული არ აქვს, ზოგადმა ადრეულად მომაწოდა ეს წიგნი და მქონდა პატივი წამიკითხა და გამესიგრძე განებინა აი ამ ტექსტის ყველა ნიუანსი, რომელიც როსტომისეული სულ ორიგინალური სტილით არის შემოთავაზებული და ამ ფრაგმენტებით გვაჩვენებს იმ მთლიანობას, რომელსაც თამას ჩხერგელი მართლაც სულ ბუნდერაზე ალბათ არქება არამართებული თუ ვიტყვით ჯერ უნდა დაუფასებელი მოვლენა ქართულ ლიტერატურაში, რომლის შეიძლება ასე ითქვას გააზრების და აღიარების ერთი საფეხური ნამდვილად არის ეს წიგნი და გია ჯოხაძე აღნიშნავს კიდეც ამას არის სანამწვარში, რომ როსტომ ჩხეიძის წიგნები უნდა იყოს ყველგან, მაგრამ ეს წიგნი ალბათ მართლა ყველგან უნდა იყოს და განსაკუთრებით ახალი თაობის წიგნის თანხმობს. იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით ალბათ ჩვენ ინფორმაციული და ემოციური წვედა გვაქვს და მე ვიცი რომ შეიძლება არსმენია გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ახალი თაობის ბევრმა მკითხველმა ჯეროვნად ნამდვილად არ იცის ვინ იყო თამას ჩხერგელი. ამ ეს შეიძლება რომ თამამად თქვა. და ეს წიგნი ალბათ არის გარკვეულწილად ბიძგილი იმისა, რომ აი ამ ფრაგმენტებით, რომელიც ბიოგრაფიულიც არის, ამავდროულად ბუნებრივი ანალიზურიც არის, სადაც გარდამავალი სტილია თვისობრივების თვალსაზრისით, მერე უკვე მოიკითხონ ამ ადამიანის სრულიად ფანტასტიკური, უნიკალური და გიგანტური მემკვიდრეობა, რომელიც მრავალმხრივია და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია ყველას შეხსენება გჭირდება და რეალურად არც ვრცელი საუბარი. მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამ ტექსტისთვის ბატონ როსტომს, იმისთვის რომ ის რაღაცნაირად ცდილობს რომ აი იმ თაობას შორის, რომელიც მართლა ხარისხიან და მნიშვნელოვან ლიტერატურულ პროცესს ქმნიდა და ახალ თაობას შორის, რომელიც დაწმუნებულია რომ ის ტექსტებს კითხულობს გადასაერთვარი ხიდი, ძალიან დიდი მადლობა უთხრა გამოცემულობა ინტელექტს. ეს რისკია ამერიკული სამყაროში ხაზგასმით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ზოგადად ეგრეთ წოდებული საფაზრო კულტურა დღეს მაინც და მაინც ძნელად უყურებს ხარისხიან ტექსტებს და ის ამ რისკს წევს და ამისთვის ზურაბ კვარაცხელიას მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით ეს გამოცემულობა მართლა ხაზგასმით გამორჩეულია, რომ ის პირველ რიგში სწორედ ხარისხის ნიშანს აყენებს და მისი დათვები
მაინც არ გულისხმობს ყოველ შემთხვევაში წინა პლანზე არ არის კომერციული ნაწილი. ამიტომაც რეალურად ვფიქრობ, რომ ძალიან კიდევ ერთხელ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან შეხვედრასთან აქვს საქმე და ამ შეხვედრის თანამონაწილე გახდებით ყველა, ვინც დღეს ბრძანდებით აქ და ვინც აი ამ წიგნს გადაფუძნავს. მე დარწმუნებული ვარ, მას ეყოლება საკუთარი არაერთი კითხველი და კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოთქვა და სურვილი, რომ ამ კითხვებთან მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს ახალი თავის წარმომადგენელი და მათ ჰქონდეთ განცდა რა მნიშვნელოვანი და მასშტაბური ფიგურები არსებობენ აგერ ორის ძირში ქართულ ლიტერატურაში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და მინდა განსაზღვრეს პროტოკოლი, რომ შემშეგდეთ ბატონ გიორგი ჯოხაძეს უსაფრთხოებას. დიდი მადლობა. ერთი დიდი პოეტი ამბობდა, პოეზია არსებითად გახსენებაო. მეორე პარირებდა ჩემთვის ეს უცხოა. როგორც უნდა იყოს, მე მივხვდი იმას, რასაც პირველი გულისხმობდა. პოპულარულ ენაზე მუზა წოდებული სუბსტანცია ზოგი მასულაც ენად მიიჩნევს, ზოგიერთ სრულიად უდროუდროს მოგაკითხავს და შესყურად ქცეულ არსებაში ყურის წამზე ჩურჩულს მოუხდავს. უკმეხად გიტარ ნახებს, უაპელაციო ირჩევს, კატეგორიულად ჩაგძახებს. შენ ხან საწერის საშუალება არ გაჩნია, ხან ჩაწერის საშუალება, ხან სხვა საშუალო საქმის შემიხარ, ხან პოეტობა გეცვლინება და ბიბლიური მსაჯულებით ყურაწივლებული, რომელსაც ღმერთი ცხებულის გამორჩევას უგზავნებდა და ცდილობ არავინ არაფერს შეგამჩნიოს. მერე კი როცა ლექსის წერა განმარტოვდება, სწორედაც რომ იხსენებ იმას, რაც მუზამ ოდესღაც გიკარნახა. კარგად აღარც კი გახსოვს. ხან კრთალი რითმა ამოყვითავ შენს აკაშა ქრონიკაში. ხან ფერმი ხილის სახე, თუმცა ზოგჯერ ზასტრი ქრონიც ივარდება ხოლმე ხელში, სააბნეულებს იტასავით მოკლედ, ახალი ლექსის გვერდი მის გახსენებაზე ვკიდია. იმასაც ვუხდები, პოეტი ყოველთვის მართალია. ანუ ზემოთ ანონიმურად მოხმობილი ერთი პოეტის მართალია და მეორეც. რადგან ამდენი პოეტიც არ ლექსის ხზვის იმდენი სტრატეგია და ტაქტიკა არსებობს. თუმცა ეს რა იმასთან შედარებით, რა ზოებერძომ შემოუნახავს, 4 ზმნა ერთი გაგების აღსანიშნავად. ეს გაგება კი სიყვარულია. ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც უანგარო სიყვარულს აღნიშნავს, აგაპეა. და მას მოხსენიების, გახსენების პრაქტიკა წარმართავს. ეს იმის მოგონებაა, ვინც ამ რაც გიყვარს. ყველაფერი ეს გამახსენდა, როცა გევანდელი სარიმის გმირ წიგნზე მის პროტაგონისტსა და ავტორზე ფიქრი დავიწყე. როსტომ ჩხეიძე დროდადრო აგაპეთი აღივსება ხოლმე და იმათ გვახსენებს მის ბოფემურ არსებასაც ვერასოდეს წარმოედგინა, რომ მათ სახელს სანიმუშო თუ საეტალონო მოიხსენიებდნენ. გამახსენდა ერთი დიდი პოეტის უხამს, მოურიდებელ, უბოდიშო, კადნიერ თუ საჩოთიო წინადადებად სახელდებული ტექსტი. მართლაც ამდენი კონოტაციას ითავსებს ეს ინგლისური modest. ავტორი იმას უკიჟინებდა ამერიკელებს, პოეზია პუბლიკას იმაზე მეტი მოცულობით მიაწოდეთ, ვიდრე ახლა აწოდითო. თუ ჩვენ საზოგადოებას განათლებულ დემოკრატიად არ ვაქცევთ, იდიოტიზმის ფონეტიკური წაბაძვით, ვიდეოტიზმს მოვიმკით, ანუ ვიდეო გამოსახულები მოუგვლელად და გამოვაყენებლად მაცქერალ იდიოტთა ერთობად გარდავისახებითო. წიგნის პრევალირება ეკონომიკური თვალსაზრისითაც კი მოგებიანია. პოეტური კრებულის ფასი ერთი ტელევიზორის საფასურის მეოთხედს შეადგენსო და ასე შემდეგ. როსტომ მრავალსხავდით და საქმეთა დარად ამ საქმესაც აკეთებს. მათ ვახსენებს, მათ წიგნებს გვაძევნინებს საკუთარ თაროებზე თუ ბიბლიოთეკებში, მათ ფოტოებს მოგვასაკისებინებს, მათ აზრებს შეგვაფხიზლებინებს, მათ შთამომავლებს შეგვახვედრებს, აღვალაპარაკებინებს, ვიზეც ამ ამოძახვის გაგონება სურს. ისინი არც არასოდეს დაგვიწყებია. ეს რასაკვირველია იდეალისტური სულის თქმა და ჩემნაირი კაცისგან მოსალოდნელია. თუმცა იმ გულჩახრულ ნატურასაც გულისხმობს,
მეტაფორა ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მეტაფორად გადარჩეს. როსტომის წიგნები და საერთოდ წიგნები ყველგან უნდა იყიდებოდეს, რათა ბუნებაც კი, რომელიც მეტაფორებით გვამარაგებს, წიგნის ფურცლებად გვეკრას გარს. ერთი რამ მათ ამავნებს, თამაშენკელი მათ რიგშია. ოღონდ რადგან უმაღლეს სკოლაში 30 წელზე მეტხანს მუშაობ, მასე დიანებს კიდეც, მასე არაფერი იციან თანამედროვე ქართველმა ჭაბუკებმა. წაიკითხავენ როსტომის წიგნს და მე საკუთრივ წიგნებსაც და შეიტყობენ და აჭაშნიკებენ მის თარგმანებს. ჩასწვდებიან მის ლიტერატურათმცოდნეობით მოსაზრებებს, დაიმახსოვრებენ მის ლექსებს და თავს მოწონებენ სატრფოს ბუნებობას. არ ვიცი, მაგრამ დიდი პოეტის კადმიერი წინადადება ჩვენთვის საკადრის სინდრომია. თუ იმაზე არ ვიზრუნებთ, რომ წიგნი ზოგადად და პოეტური კრებული კერძოდ თვალში არ შეეჭრილოთ, ხუში არ ჩაეცვათ, ფეხში არ მოედოთ, გზა არ მოუჭრათ, არ გადაეყობათ, იმას ის მოიმკეთ, რასაც ვიმსახურებთ. არადა თამაშენკელი თავისი მუშაობით, სამყაროს წვდომისა თუ დაგების და აუყებელი წყურვით, საკუთარ თავსა და სხვაში თუ სხვაგან ძიების ჟილი თითქოს აწმყოს გამოსყიდვასაც ცდილობდა და წარსულ მომავლისაც. მისი თქმისამებრ ერთმანეთში რომ შთაწრეტი იყო. ეგებს სულაც ყველა დრო აწყვდნიაჩდა, როგორც ჭეშმარიტ ეტეგნალის. ის რაც თამაშენკელს მეცნიერებაში სწავლდა, ცხოვრებაშიც სწავლდა, რადგან ის სწავლდა, რომ სწორედ ჰიპოთეზები აცოცხლებს და ავითარებს მეცნიერებას. ის იყო ეტალონი პოეტური ინტელექტუალური გარჯისა, საპირისპიროდ ათობით ქართველი ავტორისა, რომლებიც ხან ნიჭიერების, ხან მაამებლობის, ხან კონფორმიზმისა და პროტექციონიზმის ხარჯზე ცოცხლობდნენ. კულტურა კი ნელა და ცოტასთვის შესამჩნევად კვდებოდა. თამაშენკელი წარმოუდგენია, როგორი ხელთევდა ის აღმოსავლურ და დასავლურ ინტელექტუალურ მიღწევებს, რომელიღაც რიტუალს წარმოადგენდნენ და როგორც ცდილობდა სამყაროს ინტელექტუალური გამოცდილება ბებიაქალად გამოსდრომოდა თავის კონკრეტულად ახალფეხადმო შემოქმედებას. როგორც ცდილობდა სამყაროს ინტელექტუალურ ფუნდამენტს გაემყარებინა მისი იდენტობა, რომლის განმასახიერებელნიც გრაალის მცველი ქართველი მწერლები უნდა ყოფილიყვნენ. მათი ნაწილი კი სერვილიზმს გაეთანხმდა და დიდ ძმას ჩაზრდომოდა კვალში. თამაშენკელის ტალანტი, განსწავლულობა და ოსტატობა თუ არ ვცდები პირველად დიდი ინდოელი პოეტის 1913 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის რაბინდრანათ თაგორის სამსხვერპლო საგალობელთა თარგმანმა წარმოაჩინა. თაგორის ხვია 100 წლის შემდეგ. 100 წლის შემდეგ დროინდელი ამბები არ თაგორმა იცოდა, არც თამაშენკელმა. რა შეესწრებოდა კაცთ მოძულო კაცობრიობა, საუკუნოვანი უკუნი გაისადგურებდა თუ განმანათლებელი ნათელი. მაგრამ იმეც გამწევულთა ამ უკვდავ და მარადილ თავშესაფარს დიდმა პოეტმაც დააუთმობულა. თამაზიც ამ იმედით წავიდა ალბათ და იმედად ამჯერად დიდი ფიზიკოსის ჩანაწერი. ახლა ის ჩემზე ადრე წავიდა ამ უცნაურ სამყაროდან. ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენაირმა ადამიანებმა იციან, რომ განსხვავება წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის ოდენ მედეგი ილუზიაა. მინდა ჯეროდეს, რომ ამაზეც თამაზი გაიზიარებდა. ამიტომ ვიტყვი, რომ ეს ლექსი მისთვის თარგმნა. რაბინდრანათ თაგორი 100 წლის შემდეგ. 100 წლის შემდეგ იბარტყებენ, როცა წიგნები, ჩემი ლექსების წამკითხველო, შენ ვინ იქნები? 100 წლის შემდეგ თუ შეგძრავს ლექსად ნაქები, ჩემი რიჟრაჟის უწვრილესი ნაწილაკები, სისხლის დუღილი, ჩიტთა სტვენა, თბილი დღეები, თოთო ყვავილის სიყვარულის მდინარეები. 100 წლის შემდეგ მიპასუხო, უნდა ახლავე ჩემი ლექსები თუ ყავა ჩემი ნახარე. მე არც კი ვიცნობ მარადილ მხარეს წიარებს. გაჯექს სარკმელთან და სამხრეთის ქარის შეაღე, ოცნების ცვავი ოს სივრცეებს დაფარავს, სწორად შენ გაიხსენე რა ხდებოდა 100 წლის წინათ. ცას როგორ მოსწყდა, შმაგით რთოლა ამაზდათ ან ვით, ძირს დაეშვა და მიწამ როგორ გაათბო სალმით, როგორ მოვარდა გაზაფხული სულის ლაზათად, შვეგი და მთვრალი ქარი როგორ გააზატა, როგორ შეიქმნა კამანდის და ხუნდების მტევი,
თვით ატარა ყვავილების სუნიდან მტვერი, როგორ დაეშვა ღელეებად, მეწყრად, ზვავებად, ვით აიზულა დედამიწას მანაყვავება, გაკვირტვა ნუშად, ფეთქვა ჩქერად, აღმართვა ტინად. ყოველივეს მოხდა ზუსტად 100 წლის წინათ. მაშინ სიტყვები ყვავილებად კბოდეს მოედო, სიმღერით სავსე სულით გაჩნდი მაშინ პოეტო. 100 წლის შემდეგ ვით მიხვდები მკითხველო ანკი, რომ ჩემს მოკითხვას და გაზაფხულს დაიტევს ანგი, რომ შენ სისხლის ზღვარს ერთვის ჩემი ნაკადულები, შენი ბზიკების და მიმონებს რინვა სრულებით, შენი სიტყვები იძლიერებენ ვით ჩემი დღემდე. აჰა, ხელს მიქნევს ხოვბად 100 წლის შემდეგ. დიდი მადლობა. ძალიან გამიხარდა ასაკურელი, როცა როსტომმა მემთხოვა ამ წიგნის რედაქტორობა და წინა სიტყვაც დავწერე ამაზე გიორგი ლაყარაკა. მიხარია ძალიან ქალბატონს გამოჩენდა, იქ ვამბობ, რომ მის ამაზის მეგობართაგან ახლა მხოლოდ ქალბატონ ლანა დაავიჯებს მეთქი. და ლანა არის დამახსოვრებელი, ერთგან წერია, რომ თამაზის ლექსების დამახსოვრებელი და ხო, ეგრე წავიდა რამაც პატარიძე წავიდა არჩიშულაკავი მაგათი მეგობრები ყველაფერს ამ წინა სიტყვაში წაიკითხა, უბრალოდ არ მომიტყნა, რომ ლანას არ მეთქვა ეს ხმამარლა აშინას. ნაციონალურ ერთ უნივერსიტეტში მუშაობ და ამ წინა სიტყვაში წაიკითხავთ იმ მცირე ინტერვიუსაც, რომელიც ხო ესე გამოვიდა. მანამდე შევხვედრივართ ერთმანეთს ვისაუბრია, ვიცინია, მაგრამ თამაზე არასოდეს ვისაუბრია. ეს ხო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ დავსხდით და რაღაცები ხო ცოტა იტირა კიდეც ნათიანი, რომ მე ვატკინე მას. ისეთ რამეზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ღირს ტკივილად თამაზის არსებობაც, თამაზის წასვლაც და მისი გახსენებაც. დიდი მადლობა გიორგი, დიდ მადლობა ამ სივრცის და შესაძლებლობისთვის, რაც ეს ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წარვადგინოთ როსტომ ჩხეიძის ახალი წიგნი, კითხვას არ ეუწყობება როსტომ ჩხეიძის ახალი წიგნები, მაგრამ ეს წიგნი, რომელიც არის იმ კალის ნაწილი, რასაც ავტორი ბიოგრაფიულ ნატეხებს უწოდებს, აქ ყოფნა საზოგადოება მიცის როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანები, დოკუმენტური პროზის ნიმუშები, ლიტერატურული წერილები, რეცენზიები, სახელდახელო გამოხმაურებები, დეტექტიული ცდები, იქნება ეს თუ თქვათ დრამატურგია, რომელიც რომელსაც დოკუმენტური ფონი აქვს და ნამდვილი პერსონაჟები ყავს. ბიოგრაფიულ ნატეხებს რაც შეეხება, ავტორი ხშირად აღნიშნავს თავდაბლობით, რომ ეს არის მომცრო ზომის, შედარებით მომცრო ზომის წიგნები, სადაც ერთი ადამიანის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილის თუ მეტნაკლებად ნაცნობის ცხოვრების ამბავია გადმოცემული. ამ ბიოგრაფიულ ნატეხებში უკვე 10 წელზე მეტია ისეთი პერსონაჟების გალერეა გვხვდება, რომელთა ცხოვრების ამბავი და რომელთა შემოქმედება ჩვენ აუცილებლად დაგვაინტერესებს. მომავალშიც ეს იქნება ბრუნდო ჩანაშუზე დაწერილი წიგნი, ეს არის ცოტა უფრო ადრინდელ პერიოდში პოლიტიკოს რევოლუციების სათავეებთან მყოფი ირაკლი წერეთლისა და კარლო ჩხეიძის ცხოვრების ამბავი. ამ ციკლშია გრიგოლ აბაშიძის შესახებ დაწერილი წიგნი დარდი ფარული, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს. საერთოდ ამ კალს გასდევს სინანულის მონატრების ერთგვარი ხაზი. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რაც უნდა ვთქვათ ამ ბიოგრაფიულ ნატეხებზე, ეს არის, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს იწერება იმ ადამიანებზე, ვისთანაც თვითონ ავტორს ჰქონია ურთიერთობა. გარდა იმისა, რომ თამარ ჩხენკელზე დაწერილ ამ წიგნში არის ფაქტობრივად ყველაფერი განსჯილი და განხილული ერთი მხრივ, რაც დატოვა მემკვიდრეობა თამარ ჩხენკელმა, ხოლო მემკვიდრეობა დიდძალია და
მასშტაბურია, თარგმანები, ორიგინალური პოეზია, ლიტერატურული წერილები და პორტრეტები, თარგმანებშიც კი ცალკე პოეტური მემკვიდრეობა, ფილოსოფიური წერილები თუ წიგნები, ცალკე უმნიშვნელოვანესი სტილი, რომლის ნახვა აქაც შესაძლებელია ვაჟა ფშაველას შესახებ, ტრაგიკული მეგობრები, რომელიც სულახან ვაჟა მომალის პოეტის სახელით გამოიცა და მადლობა თამარ შენკელის ოჯახს ამ გამოცემაში მხარდაჭერისთვის. ამ წიგნს აქვს რამდენიმე მიმართულება, რამდენიმე ხაზი. ერთი არის რა თქმა უნდა თამარ შენკელის პიროვნება, როგორც ადამიანი, მისი ბიოგრაფია, თამარ შენკელის ბიოგრაფიული ხაზები, ბავშვობიდან სიყვარულიდან მოყოლებული, შემდგომ მისი შემოქმედება და ამ შემოქმედებაში წვდომის და ამ შემოქმედების სხვისთვის კითხვებისთვის გაცნობის სურვილი და ეს ყველაფერი გადაჭრილია საქართველოს ბედზე, რომელიც მთლიანად გამოსდევს მე-20 საუკუნის ისევე როგორც თამარ შენკელის ცხოვრება. მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაწყებული, ასევე მისი ურთიერთობები თამარ შენკელის დანახული სხვადასხვა მისი თანამედროვის, მეგობრის, ლიტერატურის თვალით ლანა ღობელიძე და მათი ურთიერთობის ამბავიც არის, ასევე ის ძალიან დრამატული სიუჟეტი, როდესაც მათ თვალწები არჩევს ოტია პაჭკორიას დაწერის გამო ლექსი დაწეს. ხო, ლექსი დაწეს, ასეთი ეპიზოდია. ხო, აქ არის ალბათობა არის ამ წიგნის პერსონაჟი. ამ და კიდევ სხვა ამბითაც ეს ამბავი არის ოტია პაჭკორიას ყველაფერს თქმა რა თქმა უნდა რთულია დანარჩენზე. მინდა დიალოგის ფორმით ვისაუბროთ ბატონოს, რომ აგრეთვე გასაგები იყო და ალბათ მოსალოდნელიც, რომ თამარ შენკელი აღმოჩნდებოდა თქვენი წიგნების ადრესატი. ის იყო ბევრი წიგნის შთამაგონებელი, მათ შორის ვაჟა ფშაველაზე დაწერილი ბიოგრაფიული რომანის „დევების სტუმარი“, თუ რაც ესე ქვია, ერთ-ერთი შთამაგონებელი ისი წიგნი ვაჟაზე, სხვა წიგნებშიც გაფანტულია მისი დაკვირვებები თუ ცხოვრებისეული ეპიზოდები. უშუალოდ აი ამ ციკლის ნაწილად და პერსონაჟად რომიდან ჩაიფიქრეთ? პირველ ყოვლისა მინდა მადლობა გადაუხადო ორი წინა გამოსვლას, ვიაზო კიდე ცალკე ვიტყვი გიორგი კეკელიძეს და გია ჯოხაძეს თავიანთი პროფესიონალიზმისათვის. გიორგი კეკელიძემ არნიშნა კიდევაც, როცა ხსნიან ხოლმე ასეთ საღამოს, ასე აქვს წაკითხული წიგნი და არც მოვალეთულიან თავს რომ წაიკითხოდა. მას ვერ წარმოუდგენია არა მარტო ჩვენი წიგნი, საერთოდ გახსნა საღამო და წაკითხული არ ჰქონდეს, ეს არის მისთვის წარმოუდგენელი და სულ სხვა როცა ესეთი კაცი ლაპარაკობს და ახასიათებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ უნდა დაუჯეროთ ეპითეტებს, ვულგარიზირებთ, რაც ჩემზე თქვა, დანარჩენი ყველაფერი დაიჯერეთ, რასაც არის შესანიშნავი მწერალი და შესანიშნავი მკითხველი. ეს იშვიათია, რომ მწერლები, მკითხველები არიან ხოლმე. გია ჯოხაძის პროფესიონალიზმი მინდა ვთქვა, შესავალი წერილი დაუთომა, შვენიერი შესავალი წერილი, თარგმნელი, მკვლევარი და აქ რაც წაიკითხა, იყო სრულიად სხვა. საერთოდ იმეორებენ ხოლმე შესავალი წერილი რაც უწერიათ და შეკვეცილად, მაგრამ იმეორებენ საერთოდ სხვა რამე წაიკითხა, ვერ წარმოუდგენია, რომ იგივე პატივისცემს აუდიტორიას, პატივისცემს მოწუხავს, ამ წერილს ვისაც წიგნშიც წაიკითხავენ და სულ სხვა რამე და ის ბოლოსი ძალიან კარგად დააგვიგვინა თავისივე თარგმნილი რაბინდრანათ თაგორით. ზიადზე არაფერს ვამბობ, ისიც როგორც გიორგი და გია ლიტერატურით ცხოვრობს და ყველაფერს კითხულობს, რაც გამოდის ინტელექტში და არტამიდში და სხვანაირად ვერ წარმოუდგენია და მეხსიერება სხვებისა უკვის ახასებულია და მისი მეხსიერებაც უნდა იკითხოთ, რომ არაფერი არ უწყდება. ამ თებერვალში
ზუსტად მახსენდა ეს წიგნი, ვაჟა მომავლის პოეტი, თამაშ ხენკელის წიგნი გამოიცა. იქ შევიდა ტრაგიკული მიღმები, მონოგრაფია და წერილების ციკლი, ერთი მთლიანად ეს ყველაფერი. და მაშინ გაიმართა ამ წიგნის წარდგენა ქართული ლიტერატურის მუზეუმში. და მეც შემოთავაზეს, რომ სიტყვით გამოსულიყავი და ეს იყო ახლა როცა თამაშ ხენკელის რანგის პიროვნებებზეა საუბარი, მარტივი წიგნით ვერ შემოიფარგლები და როგორც თქვა გამოსვლელები, მეც ვეცადე, რომ ის პორტრეტი მომეხაზე და მისი ზოგადი ღვაწლი წარმომეჩინა და მანამდეაც უნდა ხელახლა გადავიკითხე ბევრი რაღაცზე პირადად მახსოვდა, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ წავიკითხე და მაშინ ავთქვი, რომ მაგრამ ერთი ხა თამაზზე წიგნი ხოლმე მქონდეს დაწერილი. დამწყდა გული ძალიან, რომ არ მქონდა დაწერილი. იქ გამოვედი სიტყვით, ძალიან კარგი გამოსვლები იყო შესანიშნავი ჩემ გამოსვლას არ აღგულისხმობ, კარგად ჩამთავრდა, შირო დაუბრუნდი, კიდევ შემიფხრო სინაგულმა, რომ ხოლმე მქონდეს მეთქი დაწერილი. ამდენი ხანია უბრალოდ ამეწერა თამაზზე, იმიტომ რომ თამაზი მე ძალიან მიყვარდა როგორც პიროვნება. ეს იყო იშვიათი მოვლენა, რომელიც პიროვნება არ დაკალებია თავის ღვაწლზე. პიროვნება ჯობია და ხალხ ღვაწლი პიროვნებას გაიგებ, იმიტომ რომ ბევრი წერალი, ბევრი ხელოვანი ვიცით და ფიქრობ, რომ მე პირადად არ გამეცნო. გვიყვარს ვიცნობთ ნაწერს თუ დაშრომდაված და ნეტა პირადად არ ვიცნობდო და აქ აი პირადადაც რომ ვიცნობდი, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მაწუხებდა დიდი ხანია მინდოდა და თქვი რომ ავდგები საერთოდ ახლა არაერთია წერალი ხელოვანი თქვენ შორის ალალბეძე შეიძლება იმპულსით ლექსი დაიწეროს, მაგრამ წიგნის დაწერა რა გითხრათ და მეც ახლა ან ჩარჩო ყოველთვის უნდა მქონდეს, ხან ზოგადი სიუჟეტური კარგაცა მაქვს და ზოგადი სტრუქტურა ყოველთვის, ჩარჩო ყოველთვის და რამდენიმე შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ ალალბეძე დავიწყე, რაც იქნება და ეს შემთხვევა არის სწორედ თამაშ ხენკელს ვიფიქრე, ეხლა როდის გადავდო, ისე ვარ ეხლა ანთებული, კიდე გადაიდება და დავიწყე და ახლა ყოფილა შემთხვევა, რომ ვქარ ჯერ ბოლო თავი დამიწერია, ბოლოს წინა, ხან შუა თავი რომ წინასწარ ვიცი, რომ ეს ბოლოა, ეს ეპილოგია, ეს სადღაც შუაშია, ეს მეორე მესამე, აქ არ ვიცოდი რა იქნებოდა. წერა დავიწყე და რა გამოვა არ ვიცი, თავია ბოლოა და შეიძლება სადღაც შეწყდეს კიდევაც. იმიტომ რომ ესეც არის რაღაცა ძალიან რომ გიზა შეიძლება ის არ გამოვიდეს. ის არ გამოვიდეს, მაგრამ დავიწყე და აი ნელა და სპეციალურ პირველ თავი რომელიც არის ის აღმოჩნდა სწორედ და ამასობაში გამოიკვეთა სიუჟეტით, გამოიკვეთა კარგად. თამაზი პიროვნება ვახსენე თამაზისა და ეს იყო ადამიანის ამ ხრივ გამონაკლისი არ ყოფილა ერთ-ერთი იშვიათი პიროვნება, რომელიც თოლივით გვექცეოდა ახალგაზრდებს. მას უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა და იყო ასეთი რამდენიმე ადამიანი იმ თაობიდან, რომლებიც ჩვენ გვისმენ და კიდეც ვეკამათებოდით. ეხლა ჩვენია კიდევაც, რომ კიდეც ვეკამათებოდით, არ უთმობდით და გვისმენდნენ და ვერ გრძნობდი მათგან, რომ შენზე თუნდაც ორი წიგნით მეტია წაკითხული, თუნდაც შენზე ორჯერ მეტი უფიქრია აბა თუ იმ საკითხზე, თუნდაც შენზე მეტი გამოცდილება გისმენენ, ფიქრობენ, ხო ასეა ის, ნახოთ, აი თუ გეკამათება როგორც ტოლი ტოლს, აი ეს იყო და აი ამითაც ვსდით, ამითაც ვსდით, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნამდვილი ისტორია ჩვენ ვიცოდით ამ ადამიანებისა. აი თამაშ ხენკელისგანაც ვიცოდით. ძალკე ეს ოფიციალური ხალბი ისტორია, სიცრუით წავსე და მეორე ნამდვილი ისტორია, კულუარების ამბები და ნამდვილი ამბები და ეს მათ მოქონდა ჩვენამდე და გარდა ამისა არაერთი ისეთი წიგნი უთხოვებია ჩემთვის თამაზს, რაც მაშინ აკრძალული გადაგეცემა და თქონდა ყოფილიყო ზურაბ ბალონიშვილი აკრძალული, არშინ ჯორჯაძე აკრძალული, ახალგაზრდები არიან აკრძალული, შეიძლება მათი არ წაკითხვა შეიძლება, აცმარზე ლაპარაკი შეიძლებოდა და მე კულუარული ამბები, რაც მაშინ წერებოდა და რაც ჩვენ ვიცოდით მისგან. აი 70-იანი წლების ახალგაზრდებმა ვიცოდით ძალიან ბევრი რამე ამ ადამიანებისათვის. და მე ამას ვიყენებდით ამ ყველაფერს უკვე როცა გაიხსნა უკვე საშუალება გახდა დაემხოს საბჭოთა კავშირი, ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ ის ყველაფერი ჩვენ დაგვეწერა. რაც განმოცემით ვიცოდეთ, ეს იყო ძალიან სანდო, იმიტომ რომ მათ არ მარტო ფაქტები იცოდნენ, გააზრებული ჰქონდათ, სულში ჰქონდათ გამოდარებული და აი ასეთი იყო თამაშ ხენკელი და მე
ეს იყო ადამიანი, რომელიც ლიტერატურის ცოცხლობდა და ქონდა ძალიან დიდი ზეგავლენა გარშემო ყოფილს. ძალიან დიდი ზეგავლენა. ზურაბ კიკრაძეს ვთქვათ ჩემთვის, რომ თამაზიო ჩემი მეგობარია და ჩემი მასწავლებელიაო. და ოდისეას მე ვერც მოვკიდებდი ხელსო თამაზი რომ არა ოდისეას თამაშს. დათო წერედიანი, რომელიც ადვილად არიმეთებდა საქებავს სიტყვებს. თამაზი ამბობდა რომ ესო ჩემი მასწავლებელიაო, დათო წერედიანი ვთქვათ. და ბაჩანე ბრემოძეც. თვითონ სხვადასხვა სფეროა რა. ფილოსოფიური ნაშრომების თარგმანი თამაზი რომ არაო, მე შეიძლება ეს ყველაფერი არ გამეკეთებინო. სკეპტიკოსი იყო, ფიქრობდა რომ თარგმნო, რატო თარგმნო, ისუდა ეხლა პლატონი და თამაზი მეუბნება რომ ეს არ უნდა თვალენდობება, თვალენდობება, ზეგენდობება, ეს უნდა არსებობდეს, ეს უნდა იყოს. და თავის გარშემო მუხტავდა ყველას და ყველაფერს. და დათო წერედიანს ისიც აქვს ნათქვამი, რომ როცა გამოვიდა ძალიან გვიან თამარ ჩხენკელის პოეტური კრებული. 1980 წელია. ახალგაზრდობაში დაწერილი ლექსები ძირითადად გამოვიდა ძალიან გვიან და არ მოახდინაო ამ ლექსებმა ის დაბეჭდილება საზოგადოებაზე, რაც უნდა მოეხდინაო და გამიგვირდაო, რაღაცა ხრუთ ჩაიარაო და მე რომ დავფიქრდიო და დავწონეო. ეს ყველაფერი მან მოახდინა ზეგავლენა თავისი თარგმანებით. ის პოეტური ფორმები მას გამოყენებული ქონდა უკვე 50-იან წლებში გაბედან თარგმანის თარგმანში, კლოდ უიტმენის თარგმანში, ეს აღმოსავლური ლირიკა თარგმნა პოეტური არაერთი შესანიშნავი ნიმუში და ეს ფორმები, ეს ვერლიბრის მრავალფეროვანი ფორმები, ქართული ვერლიბრი ამბობდა დათო წერედიანი დაწერა. ძალიან არის დავალებული თამარ ჩხენკელისაგან. თამარ ჩხენკელის თარგმანებისა იტანჯალი და საინტერესო კიდევ რა არის, მაძიებელი კაცი რომ იყო თამაზი. ძალიან უყვარდა და აფასებდა პაულ ეგორობას, რომელსაც ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ, უნდა ითქვას და ძალიან დაზარავდა ჩვენი მეცნიერება და საზოგადოებრივი ცხოვრება პაულ ეგორობას იგნორირებით. და პაულ ეგორობას ჰქონდა უამრავ აღმოჩენასთან და მიგნებასთან ერთად ჰქონდა ასეთი ვარაუდი გამოთქმული, რომ ლეონტინ როველის ტექსტში რომ არის ჩართული ეს თითქოს პროზად ფარნავაზის ამბავი. ეს არ არის პროზა, ეს არის მაშინდელი ძველი წარმართობის დროინდელი ქართული სალექსო საზომი წყობილი სიტყვა მაშინ მესამე საუკუნეში უკვე ეპოსად ჩამოყალიბებული და მანამაც უკვე არსებობდა და ფარნავაზის ეპოსი დაიწერა წყობილი სიტყვით თავის დროზე. და აი დაალაგა ლექსა და ამას ირონიით უყურებდნენ ძალიან ბევრი, რომ აი საიდან გამოიგონა რა საერთო აქვს ახლა ამას, რომ თავის ნებაზე დაალაგა თორე რა საერთო აქვს ამას პოეზიასთან, არა და პოეზია, ნამდვილი პოეზია თუ იგზენი შინაგანი რიტმი და შინაგანი მუხტი და თამარ ჩხენკელმა მოგიდა ხელი ამ საზომს წყობილ სიტყვას და ამით თარგმნა ბაყაყავად გიტა. აბა თეორიულად კი არ დაიწყო მტკიცება, რომ ეს ნამდვილად ეს საზომია. ფაგავად გიტა ინდური ეპოსი თარგმნა თუ არ არის საზომი, აბა რანაირად შეიძლება ეს თარგმნა რანაირად შეიძლება ასე გამოიტანა და აი ასე შემოიტანა. ასეთი რაღაცები ქონდა არაერთი. იგივე ხა თაგორის თარგმანში და აგერ ზვიადმა ეს გაყურით გაიხსენა ეს როდინა 40-იანი წლებია, მაშინ პატრიოტულ თემატიკაზე ლაპარაკი უბრალოდ დანაშაულად ითვლება და თამას ჰქონდა ძალიან ისეთი გაბედული ლექსი ეროვნული სულისკვეთებით გამოსავლური ხა წარმოიდგინეთ ეროვნული არის დანაშაულად ჩერასწილი და ძალიან მძაფრი სულისკვეთებით გამსვლელი ლექსი და ქალბატონ ლანას თავის მეგობარს, თავის ბავშვობის მეგობარს წააკითხა ეს ლექსი და მას აჩუქა და გადის ხანი იჭერენ ოტია პაჭკორიას მათ საერთო მეგობრებიდან და თამაზი მიდის ლანასთან, ჩვენთვის ქალბატონ ლანასთან და თავის მეგობართან და სტუმრები ყავს ქალბატონ ლანას მაშინ და დაუძახა გამოდიო და უთხრა დაწვი და მიხნა ქალბატონი ლანა რასაც ეუბნებოდა აიღო და გამოიტანა ჩუმად იზრაში შენახული, აიღო და დაწვა ის ლექსი და დაწვა დედანი თამას არ აქონდა, რა თქმა უნდა, მქონოდა იმასაც გაანადგურებდა
მეფეს ლექსი შევიდა თამაზ ჩხენკელის სპორტულ კრებულში, საიდან ქალბატონი ლანას ლექსიერებით აღდგენილი. ქალბატონმა ლანამ გადაარჩინა ეს ლექსი და შემოინახა ეს შესანიშნავი ლექსი და არა მარტო ეს ლექსი შემოინახა. არა მარტო ეს გავლენა ის ლექსიერება ქალბატონი ლანაში ძალიან დიდი როლი ითამაშა უოლტ უიტმენის თარგმანში, თამაზ ჩხენკელმა რო თარგმნა უოლტ უიტმენი. მანამდე ეს გიტანჟარი ჰქონდა თარგმნილი, როცა წაიკითხა არჩილ ჯონჯაძე რომ წავიკითხეო, საწაიკითხავდა თავისი ბიძა სოსო ასლანიშვილი არის ექიმი, შევაბენი რომ იყო მისი წევრი თავის დროზე, ჰქონდა უნიკალური გამოცემები, შესანიშნავი ჟურნალები, ძველი წიგნები და ეს ყველაფერი მან თამას წაიკითხა, ამ წიგნებზე გაიზარდა ძალიან ბევრი რამე იცოდა, არჩილ ჯონჯაძე წაიკითხა, ნახტაცებული დარჩა ინდოეთით და აი მერე გიტანჯარი თარგმნა, რომელზეც უთხრეს რომ ამის დაბეჭდა შეიძლება. გიორგი ლეონიძეს თხოვა რომ იქნება დამეხმარდა, გიორგი ლეონიძეს თავის დროზე 10-იან წლებში ჰქონდა რამდენიმე ლექსი თარგმნილი. კაპიტან თაგორისა, როცა თაგორმა მიიღო ნობელის პრემია. და უთხრა გიორგი ლეონიძეს, ეს მისტიკოსია, ეხლა ამის დაბეჭდა შეიძლება და მაშინდელ გპ-ში გაზეთი გამოდიოდა კიროველი, რომლის რედაქტორი იყო აკაკი ბაქრაძე. და აკაკი ბაქრაძე დაბეჭდა რამდენიმე ლექსი. და ეს იყო ძალიან დიდი გაბედულება და დიდი რისკი თავის დროზე, რომ აი ეს ლექსი მისტიკოსი უკვე დანაშაულებით ითვლებოდა. დანაშაულია, ვინც ეს თარგმნის არავს თუ დაბეჭდილი. ქალბატონმა ლანამ რო წაიკითხა უოლტ უიტმენის ლექსები, დარჩა აღტაცებული. აღტაცებული დარჩა, მერე გადაწყვიტა რომ დისერტაციაც მასზე დაეწოდა, ის კიდე საკითხავ გადასავლელია და ძალიან საინტერესო და ცოცხალი სხვა ტექსტი ქალბატონმა და ის ამბავ. და დაიწყო თარგმნაც რამდენიმე ლექსი. თარგმნა უიტმენისა და თამაზი მივიდა სტუმრად ეწვია და რა ვაჩვენა რომ აი ისო თარგმნა უიტმენიო. თამაზმა წაიკითხა, უთხრა რომ მეო აიო ამ სტრიქონსო აი ესე გავაკეთებდიო, რა ვიციო, აი ამ სიტყვას ასე შევცვლიდიო, აი ამ ფრაზას ასე დამსწრებში სტუმარ მოვიდა ქალბატონ ლანასთან და განმარტოვდა მასთან. და თამაზმა ამასობაში ადგა და ხელახლა თარგმნა შეიძლება ითქვას. თავისი თქმით რედაქცია გაუკეთა. და სტუმარი რომ წავიდა, აი აჩვენა რომ რა ვიციო, ესე ხო არ მოუხდებაო რედაქციაო და ქალბატონ ლანამ რედაქცია კი არ არისო ესო, ეს არისო შენი თარგმანიო, ამათ ხო არა ჩემი, არა ეს არის შენიო და მერე წყალები გაუზადა და აი ასე უიტმენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა თავის დროზე და მერე ბოძიუის თარგმნა. და ბოძიუს ფათაშორის იყო პირველი წიგნი თამაზისა, ჩინელი პოეტი და აი ეს ფორმები, რაც მან მოძებნა, რაც მან ნახა, აი ზოგი ძველი ქართული და ზოგი თვითონ ხო გამოიგონებდა, მაგრამ აი ამოზიდა იქ ხალხური პოეზიიდან, იქ ერთმანეთს მოარგო და ახალი რიტმიკა შექმნა, ახალი მუსიკალობა მიანიჭა ყველაფერს და აი ამაზე ქონდა სწორედ დათო წერედიანს, რომ როგორ გამოახდინა გავლენას 80-იან წლებში პოეზიაზე, როცა პოეზიაზე მოახდინა გავლენა 50-იან წლებშიო და საინტერესო რა არის, თავის დროზე როცა ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა ჰემინგუეი, ამან მოახდინა გავლენა მაშინდელ ქართულ პროზაიკოსებს. ძალიან დიდი გავლენა. ქართულ პროზაზე მოახდინა გავლენა მისმა თარგმანებმა. ეს უკვე აღიარებული იყო, რომ ეს ასე მოხდა და აი თამაზ ჩხენკელის ღვაწლი, რომ პოეზიაზე იგივე გააკეთა, პოეზიაში რაც ვახტანგ ჭელიძემ პროზაში, ეს იყო მიჩვენებული და წერედიან ეს ყველაფერი წამოწია და რეალურად აქცია. გვენაგნიშნეთ რამდენიმე ესე იგი მიმართულება თამაზ ჩხენკელის ცხოვრებისა და შემოქმედების და ეპიზოდი, რამდენიმე ეპიზოდი მათ შორის. და ასევე შეფასება მისი თანამედროვეებისგან. იქნება ეს დავით წერედიანი, იქნება ეს არჩილ სულაკაური თუ ზურაბ კიკნაძე. და მათი რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება თამაზ ჩხენკელის მიმართ და თამაზ ჩხენკელი და იყო უამრავი შთამაგონებელი.
წიგნის ერთ-ერთი დასკვნითი ბოლო ეპიზოდი არის მისი გაკაცება ქართული ანბანის, ქართული დამწერლობის კვლევით და მისი წიგნი ლაზარე გამოვიდ გარეთ. ანუ მისი ფაქტობრივად ერთ-ერთი ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი შთაგონება ქართული ანბანი და ამით უამრავი საიდუმლოს ამოხსნის და გაშიფვრის სურვილი. ამის შესახებაც რომ გითხრათ, იმიტომ რომ ეს ხაზი, ეს მისი ცხოვრებისეული ეპიზოდი თუ შემოქმედებითი კვლევის საგანი უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ხდება არა როგორც მეცნიერისგან, არამედ პოეტისგანაც. და ამ წიგნის ფაქტობრივად ამ წიგნის მთელი ეს კომპოზიცია იქითკენ მიდის, რომ ბოლოში სწორედ ეს ლაზარე გამოვიდ გარეთ და ქართულ პირველ საწყისებთან, ქართული ანბანის საიდუმლოებთან და ქართული ხასიათის კვლევით დაბოლოდეს. თამაშიმკენ მთელი ცხოვრება უტრიალდა ამ პრობლემას, ამ საკითხს და თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს თვითონ ამ წიგნის მიმართ, ლაზარე გამოვიდ გარეთ მიმართ და რატო გახდა ამ წიგნის ეპილოგის ერთ-ერთი შთამაგონებელი სწორედ ეს წიგნი და ეს ხაზი? თავაზე იყო არა მარტო პოეტი და პოეზიის მთარგმნელი, მეცნიერებაშიც პოეტი გახლდათ და სწორედ იქაც გავიხსენენ ამ წიგნის წარდგენისას ვაჟა მომავლის პოეტი. შევის სიტყვები, რომ დიდი მეცნიერი, დიდი პოეტი უნდა იყოს სხვადასხვა წარმოუდგენელი და თამარ ჩხენკელი თავის გამოკვლევებშიც იყო პოეტი. საინტერესო რა არის ახლა? თუნდაც გერმანამდე პოეზიასთან დაკავშირებით რამე და მას აქვს თარგმნილი ლორკას ლექსი სვისი ცოლი. ეს არ არის დიდი ლექსი. ეს არ არის დიდი ლექსი მოცულობიდან ნათქვამია ჩვენთვის, რომ აი რა ენერგიაც და რა დროც ამ ლექსის თარგმნას დავახარჯევ, გახედე გამოხედა აი მოსევის დიდი ანტიკური ფილოსოფია რომ ეთარგმნაო, ну თითქმის ბოლომდე მივიყვანდი იმ ენერგიითო და იმ ძალითო რაც მას დავახარჯევ. ამიტომაც ეთქობა ეს პოეტური თარგმანი, ეს არ ჩანს, ეს ძალიან დიდი შრომა. ძალიან ჩანს ეს საოცარი მიღწევები, აი მისი წერნული პატრიოტიზმება რა იყო. თარგმნის ადამ მიცკევიჩის ყირიმულ სონეტებს. ნახევარი უკვე თარგმნილი აქვს და ვიგრძენიო, რომ რაღაც აი ეს პოეტური მუხტი ამომეწურაო. და ტექნიკა ქონდა იმხელა ტექნიკა, ბათო ტექნიკით მიიყვანდა ბოლომდე, მაგრამ არა. რასაც მოკა დუენდეს უწოდებს, ის დუენდე თუ დაიკარგა, მას არ უნდა მათო ტექნიკი და აი შუაშია გაწყვეტილი. ბოლომდე არ თარგმნა. ყირიმული სონეტები და იმის მერე მას ლექსი არ თარგმნია. და მთლიანად გადაერთვა ცხოვრების 10 წლეულები მოახმარა ქართული ანბანის შესწავლას და საინტერესო რა არის. კამათი ჰქონდათ რამაზ პატარიძეს და ზურაბ კიკნაძეს, ეს ზედები რა კამათობდნენ, რომ ზურაბი ამბობდა, რომ ეს არის ქრისტიანული მონაპოვარი, ქრისტიანობის დროს შეიქმნა ამ ქართული ანბანი, ასომთავრული ანბანი, რამაზ პატარიძე ამბობს, რომ იზიარებდა იმ შეხედულებას, რომ წარმართული ეპოქის ძეგლია და მესამე საუკუნეში მოხდა მისი განახლება ჩვენთვის ფარნავოზის დროს. ამაზე კამათობენ და თამაზმა უთხრა რამაზ პატარიძეს მაშინ თამაზი უჭერდა მხარსწორედ ამ თეორიას, მიხედავთ ივან ჯავახიშვილის თეორიას და სთხოვა უთხრა რამაზს, რომ რამაზო მოდიო ჩაუჯექიო და გამოიკვლია და ერთ მონოგრაფიად აქციეს ყველაფერიო და ჩაუჯდა რამაზი და ნაწილ აქვეყნებს თავის დაკვირვებებს ქართულ ანბანს. ამასობაში ხა თამაზი ჩაუჯდა და თვითონ ინტერესიანი ადამიანი იყო ძალიან. დაწერდა რამეზე, არ დაწერდა, ამას არ ქონდა ისტორიულ უნდა რომ ყველაფერში გარკვეული იყო, ყველაფერი წაეკითხა, ყველაფერი ცოდნა და ჩაუჯდა თვითონაც და ნელა მის თვალშიც გამოიკვეთა, რომ ეს არის ქრისტიანული ეპოქის ძეგლი. და დაიწყო ნაწილ გამოქვეყნება და რამაზ პატარიძე გაუნაწყენდა, მე შევაცდინო, მიბიძგავო სხვა მხრებო და თვითონო სხვანაირად დაწერა უხლაოდა.
თამაზე ამბობდა, არაო, მაშინ მეცასო ფიქრობდი. მაშინ მეცასო ფიქრობდიო, რომ წარმართული ეპოქის ძეგლი იყო, მაგრამ ესე იყო, ასეთნაირად წარმომიდგა საბოლოოდ ცალკე გამოქვეყნდა რამაზ პატარიძის ქართული ასომთავრული, სადაც არის მტკიცება იმისა, რომ ეს არის წარმართული ეპოქის ძეგლი და თამარ ჩხენკელის საბოლოოდ მოიყარა თავი ნაწილ-ნაწილ ქვეყნდებოდა და კიდევ კარგი რა არის ახლა საინტერესო. აი ამ თემატიკის ჟურნალი ვისაც რაიმე ქონდა დაწერა ქართულ ამბავსა და ამბავთან დაკავშირებით წიგნის შექმნასთან დაკავშირებით მან ესენი თარგმნა და ეს თარგმანებიც დაუხტო თავის ამ გამოყენებას და ერთ ძალიან წიგნად წარმოდგა და ამ ხრივაც აი თამას ბევრია ასეთი რამ თარგმნილი ესეები, ჩანაწერები თემატიკის ირგვლივ რაც მას აინტერესებდა. ეს კიდე ცალკე დამსახურება არის მისი, ისი ძალიან დიდხანს ეს ყველაფერი მიმობნეული იყო და სულ გულს მატყდა. სულ გულს მატყდა, რომ მიმობნეული არ უნდა ყოფილიყო, ერთ წიგნად უნდა გამოკვეთილიყო და საბოლოოდ გამოვიდა ეს შვილების დამსახურება ეს ვანსასი და ნათიასი, რომ ეს წიგნიც არსებობს და ამ ხრივად ეს მონუმენტური წიგნი გამოვიდა. საბოლოოდ მე ვიხარია, რომ ბოლომდე მიიყვანა თავის თეორია და საინტერესო რა არის, რომ აქაც პოეტია. აი გრაფიკული ანალიზი წარმოიდგინეთ, უფრო უინტერესო რა უნდა იყოს, ვიდრე ამბანის გრაფიკული ანალიზია. ხო, მაგრამ ისეა დაწერილი, აი როგორც პავლენგო წერდა ხო. აი პავლენგო აი თვითონ უინტერესო თემატიკას ისე წერდა მოვლენებივით და რომანებივით სტილისტურად ვამბობ, თორე უღონესი მეცნიერული აზრით ეს ყველაფერი გამსწავლული თანდაცასია. აი ეს გრაფიკული მონახაზი, ესთეტიკური მონახაზი ისე ცოცხლად, ისე საინტერესო, ნებისმიერ არ არის აუცილებელი სპეციალისტი. თავისი დამეთანხმება რომელიც დაკაცებული არის თვითონ ამბანოლოგიით, ბევრი რამ აქვს საკითხული, იცის ეს ყველაფერი და როგორი კითხება, როგორი ძნელია, ეს არ არის ბატონ სპეციალისტებისთვის. თამაზე არ წერდა სპეციალისტებისთვის, წერდა ყველასთვის, დაკო. ამის ნაწერებს არაკლია სიხრე. არაკლია ოსტატობა, არაკლია დახვეწილება, პროფესიონალიზმი, აი ეს უნდა დაწერო ადამიანი. ძალიან ღრმა თემატიკა და ამუშავო ძალიან ცოცხლად და ყველასთვის იყოს გასაგები. და ზურაბტინა და ძალიან გაეხარდა თავაზი რომ მის მხარეს გადმოვიდა. და აი ზურაბისა და თამაზის ურთიერთობა კიდევ ცალკე ამბავია. იმიტომ რომ არა მარტო ერთად თარგმნეს ოდისეა, არამედ ერთმანეთს მევრანეს უზიარებდნენ, ერთმანეთს უკითხავდნენ, აცნობდნენ, კამათობდნენ, რადგან ვიცი რომ ხან ისეთი კამათი მოვსვლიაო, რომ ვამბობდით რომ ხმას არ გავცერთ ერთმანეთს, ამის მე დავთვალე ხმას არ გავცერთო, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც აგრძელებდნენ და საინტერესო რა არის. თბილისში დაიწყეს თარგმნა ოდისეასი. და ახლა ის სტუმრები მიდიან, ვიღაცები ურეკავენ და მიხვდნენ, რომ ეს არ გამოვა ოდისეას თარგმნაო, გაეცალდნენ თბილისს და მთელ საქართველოში დადიან, ხან რომელ სოფელში, ხან რომელ პატარა ქალაქში, ყველა კუთხე მოიარეს, გამოკეტილები, მოწყვეტებაში მობილური არ არსებობდა, აღარავინ არ იცოდა მათი დასავლური, 4 წელი შეალიეს და რა არის ახლა საინტერესო, ყოველში თარგმნის პროზაც. პროზაც არის თარგმნილი და ისე როგორც თავის დროზე ისლამიანი. ისლამიანიც ხო ლექსაც იყო დაწერილი, ითარგმნა პროზა და არის ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა იყოს თარგმნა. უმაღლესი რანგის ის კი არა შოთა რუსთაველსაც მიაწერდნენ, აბასფაისები და თარგმნიო თუ არა შოთა რუსთაველიო და მათაც ესეც გაიზიარეს და თანხმობს რომ დღეს შეესატყვისება ეპოს რომანი ლექსად რო გადმოწუწა, ამბობენ ეს არ ნიშნავს საკითხები, პროზად გადმოვიდა და ლექსად არის თარგმნილი, ლექსადაც ითარგმნება და შეიძლება შესანიშნავდეს, მაგრამ ჩვენო მაინც ჩავთვალეთ საჭირო თუ ბოლოს გრიგოლ წერეთელი უწოდებდა პირველ ევროპულ რომანს ოდისეას. და ამიტომ ჩვენ პროზა თან თავარი რა არის რომ კითხვებს ეხილა ცოცხალის სურათები. ცოცხალს კითხვებს ეხილა დინამიკაში ეს ყველაფერი. რაც მოახერხეს მათ და ქართული ენის თვალსაზრისით ეს არის ზეინი ქართული ენისა. ვისაც უნდა რომ ქართული ენა ვისწავლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიგნი არის სწორედ ოდისეა. და როცა ასახელებენ რომ აი
ძველ დროში ვისრამიანი არის მწვერვალი, ერთ-ერთი მწვერვალი თარგმანისა, ახალ დროში ერთ-ერთი მწვერვალი არის ოდისეა. აი ამ ნიშნიდან ყველაზე ძალიან უნდა გითხრათ, რომ ამ მონაკვეთის დაწერა გამიჩნდა. გამიჩნდა რატომ? თამაზე წერისას ნენდელა გამოიკვეთა ერთი მხრივით დავით წერედიანზე სიუჟეტური გარგანტორო მათ ერთმანეთზე ერთი წერილია დაწერილი და დაუცად საგანგებო ჩაუჯექი ამ მხრივ და დამწიგშიც დამჭირდა მისი წერილების გამოყენება და გამოიკვეთა რა თქმა უნდა სხვანაირად წარმოუდგენელი იყო ზურაბ კიკნაძეზე ასეთივე ყაიდის წიგნიდან. ახლა ისე ზურაბზე დაწეროდა ოდისეაზე არის ლაპარაკო არ შეიძლება. მაგრამ იგივეს გამეორება მე არ მინდო როგორც გიას ალბოდოდა რომ იგივე გამეორებინა დღეს. რაღაცა ამას დააკლოთ, ამას და შემოინახო, არც ეს არ შეიძლებოდა და ძალიან გამიჩნდა ისე მინდოდა რომ სულ ყოფილიყო. ამასთანაც ოდისეას თარგმნის ამბავი რაღაც დეტალები გამეორდებოდა რომ სხვანაირად უნდა ყოფილიყო დაწერილი ისე თითქოს ორმა სხვადასხვა წერალმა დაწერა. და ამიტომ გამიჩნდა, მაგრამ მაინც რა ვიცი, მეცადე რომ მომება თავი და უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ რაღაც ამ წიგნმა თავი ჩხენკელზე მიბიძგა რომ მინეყოლებინა დავით წერედიანზე და დავამთავრე დავით წერედიანზე და მოყვა ამას ზურაბ კიკნაძეს. დავითზე აი დამზადებულია და მალე გამოვა და ზურაბ კიკნაძეზე წლის ბოლოსთვის და ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ამ წიგნმა დავით ჩხენკელზე დაწერილმა და თამაზე თითქოს როგორც გითხარით თითქოს შემთხვევით დაიწერა. შეიძლება გადავამედო და როდის იქნებოდა ერთ კაცმაიცის ვარა. მე ის მჯერა ვიზიარებ იმას რომ შემთხვევითობაში არის კანონზომიერება და ყველაზე დიდი კანონზომიერება არის შემთხვევითობაში. ალბათ ასე უნდა მოხდარიყო როგორც მოხდა და ასე მიყვა ერთმანეთს და ისე რომ პერსონაჟები ტრიალებენ ერთი და იგივე პერსონაჟები სამივე წიგნში არიან გარდა ამისა ახლა როგორც ბიოგრაფიულ რომანში აი ბიოგრაფიულ ნაწეხები იგივე ფაქტობრივად წინა რომანია მაგრამ მაინც მოცულობის როცა აზრს წერენ ძალიან ბევრი ამას არქმევს რომანს. ასე გვერდი შეიძლება იყოს რომანი, რომანს განეგნებადაც უნდა ფორმა. არც 150 გვერდი და 200 გვერდი რომანი არ არის. სადაც 300 გვერდზე ნაკლები არ უნდა იყოს და ეს ყველაფერი ჩემი 150-200 გვერდი ამას მე რომანებს ვერ უწოდებ და აი ეს ჟანრია. ყოველ შემთხვევაში ისიც ფაქტო დოკუმენტურია და აუცილებელია რომ ერთ კაცზე არ დაიწეროს, მეც დაიწერება და არც უნდა დაიწეროს. ბევრი პერსონაჟი შემოდის, ძალიან ბევრი მოვლენა შემოდის. მithumეტ თამარ ჩხენკელზე როცა ლაპარაკობ, თამარ ჩხენკელის ბიოგრაფია გადაჭრილი იყო საქართველოს ლიტერატურულ, საგანმანათლებლო, კულტურულ, საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. ისე რომ თამარზე რომ ლაპარაკობ, ამ ეს მოვლენები შემოდის. მე არაერთი პერსონაჟი შემოდის. ეს ადამიანები და ყველა უნდა დაიხატოს. რა თქმა უნდა და თვითონ თამაზი იყო ძალიან კარგი ოსტატი ლიტერატურული პორტრეტის. ეს კიდე ცალკე ჟანრია და ამას უჭირდება კრიტიკოსის და ბელეტრისტის ნიჭის შეცვლა. თამაზ კონგრეს უნარი და რასაც კი ხელი მოკიდა, აი თამაზიც მიეკუთვნებოდა იმ წერილებს და იმ მოღვაწეებს, რომლისთვისაც აი მეორეული არ არსებობდა მისთვის ჰობი. არიან ასეთი მწერლები ჩვენ ვიცით და ძალიან კარგი მწერლები რომ რაღაცა ჟანრში არიან ძალიან ძლიერები, საუკეთესოს ქმნიან და რაღაცები ავსებს მათ პორტრეტს. თამასთან არა, ყველაფერი არის უმაღლესი. თუ მოკიდებ და ხელს ეს არის უმაღლესი ჟანრი და ლიტერატურული პორტრეტიც ეს არის უმაღლესი ჟანრი. ზუსტად შეიძლება ეს დეტალები დაენახა შემოენახა ჩვენთვის თითქოს არაფერი, თითქოს წვრილმანები, ეს ის წვრილმანებია, რაც არის სინამდვილეში ყველაზე კარგი დამხატავი ადამიანისა. გიორგი ლეონიძეზე აქვს შესაძლებელი, არაფერს ვაყობ თავის თანატოლებზე და მეგობრებზე. კონსტანტინე გამსახურდიაზე თითო დეტალში უცებ ხედავდა განჭრება სიმონ ჩიქოვანზე, ოთარ ჩხეიძეზე და აი ეს მთელი სერია და ეს სერია რატომ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი? იქო თვითონაც მოქმედებს. ესენი ავტობიოგრაფიულია. თვითონ იყო შემსწრე, თვითონაც მოქმედებს და თამაზის ბიოგრაფიის აღდგენა როცა ვცადე, ძალიან გამომადგა ეს ლიტერატურული პორტრეტები. მისი ხედვა ერთი, მის მიერ დახატული ერთ-ერთი მოვლენები.
ოდია აჭყორიაზე ის საერთოდ დოკუმენტური ნოველაა, პორტრეტიც არ არის, ცილდება ამ ყველაფერზე. როგორ მოხდა, როგორ დაიჭირეს, ოდია აჭყორია 20 წლის ბიჭი, ახალგაზრდები როგორ თამაშობენ ფეხბურთს და ყველაფერი შეიძლება ელოდო და გარდა იმისა, რომ დაიჭირონ და მისცეს სამუდამო და მე რომ არა სტალინის სიკვდილი ვერ დაბრუნდებოდა და 7 წელი იყო გადასახლებაში. და საინტერესო რა არის ხა, ოდია აჭყორია ამას მეგობრა ხოლმე, რომ როცა გამომძიებელი მე ძალიან უხეშად დამელაპარაკაო, მეუთხარიო რომ მე ჯერ ეჭვმიტანილი ვარო, თორე რომ ჯერ დამეშავე ხო არა ვაროდა. გაიცინაო და ეჭვმიტანილები გადაიხედი გარეთ მის რადია ყველა ეჭვმიტანილია. შენ ახლა დამეშავე რა ჩემ კაბინეტში მოხდი. ხალხს ასე არ იყვავენ, ყველა ეჭვმიტანილია, ვინც კი გარეთ დადეს. ხო და აი ეს თვითონ ბიოგრაფიის აღდგენა სწორედ ძალიან გამომადგა ეს პორტრეტები და აი ასეთნაირად იქ ვაჟაფშაველაზე თამას არც არის თქვა ერიდებოდა, ეთქვა რომ მე თავიდანო არ მესმოდა ვაჟაფშაველა. არ მესმოდა რამაზ პატარიძის დამსახურებაა, რომ გამიხსნა გენო ვაჟასიო და რამაზმა საიდან იცოდა მის თანატორი იყო. მამამისისგან, მიქელ პატარიძისგან. თარგმნელი ლიტერატორი და აი მან იცოდა ვაჟა, ნამდვილი ვაჟა, თუ ვერ მიგებდიო, რომ რაკო უნდა ყოფილიყო. ვახდედაც როსაც ხოვებო, რაკო ხოვებო და არა ყვავებო. აი რამაზმა ამიხსნო, რაკო უნდა იყოსო და მე აი ჩემი ეს რომ ახსოვდა რომ თავიდანვე ვაჟა რომ მიგებდიო, ამიტომ დავწერე გამოგესწორები და ჩემი სიღმათვილის ეს უმეცრებაო და აი ეს წიგნი ამიტომაც დავწერე. არც გადაფასება უჭირდა თამას თავისი მოსაზრებებისა, აი ეს მაძიებელი ადამიანი იყო და აფასებდა ხალხში მაძიებლობას და კიდევ რა არის ეკითხებოდნენ რომ რანაირად მოახერხეო რომ აი ამდენი ხანი ასე შეინარჩუნე გარეგნობა. 70 წლისა გადაცდა 80 წლისა გახდა უკვე და ისე თამაშჩენკელია როგორცაც ადრე იცნობდნენ და არ ვიციო თქვა მეც არ ვიციო რანაირადო ალბათ იმიტომ რომ არავისი არაფერი შემშურებია. აი ესეც არ მოდი დაფიქრდი რატო ფიქრობ არ შემშურებია არავის ასეთი კაცი და ამანაც არ ეკმარა მაგრამ ესეც ამანაც თავის როლი ითამაშა და ერთი ასეთთან დაკავშირებით ერთი რამე მინდა გავიხსენო. თამაზი მაშინ არის 30 წლისა, გიორგი ლეონიძე 60-ისა. და დიდი ბანკეტი აღნიშნა მისი 60 წელი, გადაიხადა ბანკეტი, დიდი სუფრა და იქ აღეგზელებენ რომ ბატონო გოგლა, ბატონო გიორგი კიდევ 100 წელი, 200 წელი, კიდევ 300 წელი და თამაზი არ მოწონს თამაზი, არასერიოზულიაო და ადგა და ბატონო გიორგი იცოცხლეთ კიდევ 60 წლისა იქეთ რამე კიდევ 5 წელი რა მისახალხი რა 5 ნუ 7 იქ ხათო 60 იმისთვის ვერ 80-ისა რო გახდა თვითონ კაცო ჯერ წინა მოგვე აი ხლა ვიწყებ ცხოვრებას ეხლა ვიწყებ ახალგაზრდისთვის 60 და 5-ო და იფიქრა 5 ცოტა თქვიო 7 ნუ 7-ო და არო სარგისო გებოდა პირზე ესე იყო ტრატეგრეც არ იყო რა აღმოჩნდება რომ გადისაიჭირია ცოტა როსტომ ზუსტად 67 იწოც არა თამას პუზაობა წინა წარმეთ ყველა და რამინდა კიდე გავხსენო ძალიან გამიგზელდა და რამინდა გავხსენო ეს უთმენის სიტყვები მეგობარო ეს არ არის წიგნი ხელი ახლე და კაც შეეხები აი ანდაზას ისეთი თარგმანის ისეთი აი მაჩაბლის არ იყოს ბოროტი კაცი დანიაში ბოროტი არის ისე რომ ვიყენებთ როგორც ქართულ ანდაზას აი ესეც აი ვიყენებთ ხოლმე და აი ვახუშტი კოტესტის შვილი ხშირად ახსენებდა ამას როგორც ნაწარმოების საზომი ვაი ასეთ უნდა იყოს რომ ხელი ახლო და კაც შეეხო და ვახუშტი წიგნი რომ დაწერა თავისი ავტობიოგრაფიული უნდა და საბოლოოდ გამოვიდა ვახტანგ კოტესტიშვილის ბიოგრაფიული რომანი და ეს წარმომსხვარა მეგობარო ეს არ არის წიგნი და
თამაზისთვისაც აი თამაზის ნაწერების სწორედ ასია რომ ხელი ახლებდა კაც შეეხებით და ჩემი სურვილიც ეს იყო სხვა წიგნებშიც და აი ამ წიგნშიც აი ეს გამოხატულიყო რომ მეგობრებო ეს არ არის წიგნი ხელი ახლებთ და კაც შეეხებით კარგია რომ შესაძლოა რაღაც არ ვიცი გადავარქვა ქაოტური ძიმე ტრაგიკულსაც შევწყვი სიტუაციაში ასეთი ოაზისებიც არსებობს მართლა ძალიან გასახარებია პოეზიის სამყაროში გადასვლა კიდევ რაღაცა ადამიანის არსებობაშია როსტომი საერთოდ არ ვიცი მისი სამყარო მართლა უნდა ეზიარო სულ იმისათვის რომ მიხვდა რომ კიდევ რაღაც სხვა არის რისთვისაც ღირს სამყაროს არსებობდა თამაზი რა ვიცი ჩემი აი ბავშვობის და ახალგაზრდობის უახლოესი ადამიანი შემიძლია ვთქვა აი როგორ თარგმნებით იცით ახლა გაიხსენე როსტომას ჩვენ თამაზი მოდიოდა ჩემთან უყურებს თვეების განმავლობაში შემიძლია ვთქვა დავჯდებოდით ერთი ისეთი დივანი მქონდა კარგი მე ერთ კუთხეში თამაზი მეორეში მე ვაკეთებდი წყარებებს უიტომენის და მერე თაგორის და იქვე თამაზი ლექსად აწყობდა და ზოგიერთ მეც აკეთებდა იქით თამაზი და იქვე უკითხავდით ერთმანეთს ამათობით კიდევაც და აი ისიც იყო ერთი ლექსი რომ მიითვისა მე თვითონ ამბობდა მიითვისა რომ თვითონ მაჩუკავ აი კარგად მოვიგდით კარგად მაშინ ასე ვაკეთებდი მე ძალიან მენონებდა რომ თან არ წამოვიღე ვერ მოვიფიქროთ რომ აი მაქვს ესეთი აი ამ ხელა წიგნი ასე ვთქვათ თამაზის ხელით გადაწერილი და თამაზის გაფორმებული იმ ტექსტს აწერია ლანას ლექსები და მე არის ასეთი მინაწერი ლანა ეს ლექსები შენთვის და შენს გამოა დაწერილი და როგორც საჩუქარი მიიღე დღეს საინტერესო იქნება შენთვის როსტომის ამის ნახვა მართლა საოცარი რამე 1947 წელი ვინმე გამოსჯერ დაბადებული წელი ხოლმე და აი 47 წელს აი ესეთი წიგნი მაჩუკა სადაც აი მაგალითად ასეთი ლექსი მე შენ ვიწოდებ ოაზის სადაც დაღლილი ფიქრის სვენებს მუდამ ზღვასავით ხცელს და ზღვასავით სადაც უსასრულობას დაგარქმევ თუნდა მე შენ ვიწოდებ წყაროს საირმეს სიცოცხლეს შენ დასულის მოცემად და კიდევ თუ პასობს რაიმედ ჩემთვის ყველაზე წმინდა ოსმედას მაგალითად ასეთი ლექსი იყო მაგრამ აი ეს მაინც რაღაცა მართლა ესეთი მართლა დრამატული ამბავია როგორ მომიტანა ჯერ თამაზმა შესანახა თავისი ლექსი ეს თვითონ 46-47 წელია აი ეს ლექსი რომელიც მე იმიტომ გეტყვით აქ რომ მიხვდეთ 46-47 წელს რა იყო ასეთი ლექსის დაწერა მართლა საოცრებაა ისიც მე მგონი მეტი ესეთი ანალოგი ქართულ ლიტერატურაში არ არსებობს თავისუფლება ერქვა ლექსს სხვათა შორის მე მგონი რომ აი თავისუფლება რომ ერქვა სხვა შესწავლაში არ მჟღავნდება მაგრამ ეს იმის გავლენით არის ცოტა ხნით ადრე მე წავიკითხე ჩემმა ფრანგულის მასწავლებელმა წავიკითხე ელუარის თავისუფლება ხოდა მე ამას ჩემებურად იქმა მაშინ არ მითარგმნა მე რო თარგმნა სხვათა შორის მაგრამ ის რაღაცნაირად თარგმნი ასე ვთქვა და თამაზით იყო მოცული აი ამ ელუარის თავისუფლება მე მგონი ამის გავლენით დაწერა ეს თავისუფლება ოღონდ სათაურში გავლენით ხოლო მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა რომელსაც ქვია ღალატი შური და მდუმარე ჭაბუკთა ჟინი მაგრამ შენ სათხარ რომლის შუბლზე ყველაზე დიაც
ფიქრს უნათლეს შევიცნობდი მტკივანი ჩინით მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა რომელსაც ქვია ორივე მუხლზე დაჩოქილის შური და ბოლგმა და შენ გეძახი რომ გულში მაქვს ჩამჯდარი ტყვია და ტყვია იგი უკანასკნელ ბრძოლიდან მომყვა შენ შემზერად სიამაყე უხადნელ კვიცის და მზეთ სიუხვე დაგროილი გლახაკთა მიერ შენ ჯერ არ ჩანხარ მაგრამ ადრე თუ გვიან შენ ჯერ არ ჩანხარ და აფრები ყველაზე ძლიერ და თუ არ წყვილი მიწისა რომელსაც ქვიან გლახაკთა შური და ჭაბუკთა უძირო ოხრა შენ გეძახი რადგან ვიცი ადრე თუ გვიან ყველაზე ძლიერ და სრულყოფილ სიცოცხლით მოხვალ აი ეს მართლა საქმეა მართალ გითხრა და ერთი სტრიქონი რო იყოს რომ დევაჭულობა იმიწისა რომელსაც ქვია ორივე მუხლზე დაჩოქილის შური და ბოლგმა უბრალოდ დახრეტა იქნებოდა ეს რომ ესე იქნებოდა აი მართლა არ ვარაგავსულია იმიტომ რომ არავინ რამეს მსგავს არ ამბობდა მაშინ და ყველა ჩვენი დიდი პოეტებიც კი უმღეროდნენ ბედნიერ საქართველოს და საბჭოთა საქართველოს და ამ დროს ეს პატარა ბიჭი მაშინ რამდენი წელს ვიყავთ აი ამ დროს ასეთ რამეს წერდა და მომიტანა და დამალეო მეც ესე დავმარა ჩემი საწერი მაგის უჯრა მქონდა და ჩემი გეუბნები სკოლის კი არა უნივერსიტეტში დავმარა და მართლა ასე ვქვა დავმარა და სულ ცოტა ხნის მერე იყო უცებ მოვიდა თამაზი გააგოს ეკარი ჩვენთან პირდაპირ იღებოდა ეს ბარნოვი ქუჩაზე თელისკის კუთხეში და გაფიქრებული რა დავინახე რაღაც სხვანაირია და ესე მითხრა პირდაპირ კარეთშიო დაცმი და იმ წუთას მივხვდი რაზე ელაპარაკი და აქ ჩვენთან სტუდენტები იყვნენ და როგორც ყოველთვის რაღაცას მხიარულობდით იმდეს ვიცინოდით ვიზო მართლა რამე ქონდა გასაცინი დროს და მე წავედი ამორათიეს იქიდან იმ დროს ისინი დარჩენი სადაც პრობლემა გავედი ჩვენთან დიდი სადარბაზო ქონდა ესეთი და აი ვიდექით მე და თამაზი ერთად და ეს წავიდეთ ცეცხლი ამ ლექსს და აი სულ ხედავდი როგორ იწვევდა ლექსი და ძალიან დიდი ხნის მერე გავიგე ეს ჩვენი გამოგონილი არ იყოს აი ახმატოვა მისი მეგობარი ჩუკოვსკაი ასე წავდნენ ჩუკოვსკაი იმასწორებდა ახმატოვას რეკვიემს და ერთად წავდნენ და ასე დააწვეს მთელი რეკვიემი ასე რომ ეს ესეთი საბჭოთა რიტუალი იყო რაღაცა გავცელებდი ეს იყო და ეს თამაზე აი იმ სადარბაზოზე სხვადასხვა აი ერთი მხარე იყო ეს ჩვენი და მეორე მხარე სულად ჩვეულებრივი სტუდენტური და ძალიან ახალგაზრდული და სხვათა შორის ძალიან მხიარული ცხოვრება და ალბათ ძალიან საინტერესოა და უცნაურიც მაგრამ მართლა ასე იყო მართლა რაღაცა სულ გვიხაროდა მე მთელი ცხოვრება ვფიქრობდი რა გვიხაროდა ასეთი ქარაფშუტები ვიყავით თუ რა იყო და ეს სხვათა შორის მერე მამარდაშვილმა ამეცნა მამარდაშვილმა რომელმაც აითქვა რომ ქართულ კულტურაში არის ერთი კოდირებული ელემენტი მე მას მხიარულ ტრაგიზმს დავარქმევ აი ეს მხიარული ტრაგიზმი რომ თანმდევია ჩვენი კულტურის იმიტომ რომ ერთი მხრივ ტრაგიკულია ჩვენი კულტურა და ასევე ტრაგიკულია ჩვენი ისტორია და ასევე ჩვენი კულტურა მაგრამ ჩვენში არის ეს ტალანტი სიხარულისა მე მას სიცოცხლის ტალანტს დავარქმევდი ამბობს მამარდაშვილი და ის ჩვენს სულში ეს არის ჩვენი გამოწვევა ბედისა თუ უბედობის მიმართ და მართლა ვფიქრობ რომ აი ეს იყო ჩვენი გამოწვევა ეს სიხარულის
ურვილი და მართლა სიხარული. აი ეს იყო ჩვენი გამოწვევა ბერძნისა თუ უბედობის მიმართ და აი ამის გამოხატულება იყო ერთხელ მოვედი სახლში და იმ სადარბაზოზე დიდი ასოებით ესე ქუჩაში გამოდიოდა ესე ეწერა ვალა გვიღავატე განა გაგვიკეთდა გულში რანა თამაზი რამაზი არ არის ლამაზი მაგრამ რაც ასეთ პროგრამით მართლა აი იმის გვერდით თუ თამაზი თურმე ესეთ ლექსებს წერდა რომელიც მე მეწუნდებოდა ეს არაფერში არ მიგვიგია არასოდეს პირიქით სულ რაღაცა ოფიცი და რაღაცა ესეთი ჩვეულებრივი ამბებით ცხოვრობდი და მაგალითად ერთხელ ამასაც მოგიყვებით და მოვდიოდით ქუჩაში თამაზი რამაზი მე და გული მოვქიფარი და ჩემი მეგობარი იქ სოლომაში და ქუჩაში ჩემი ბიძა ჰექტორ იუსტინიანი ასეთი მამით ჩემის ქმარი და მე პოლონიკური პიროვნება და რო დაგვინახავს ერთად ბავშვები მაჩუკა ამოიღო და მაჩუკა 100 მანეთი რაღაც ფული იყო და მაშინ გაიცნა ასოქტორი და იქ ქუჩაში იყო ერთ-ერთი ასოქტორი სადაც იდო ვიტრინაში მაგალითად შოთი პულვერი რომელიც არც გვესიზმრებოდა აი მართლა სიზმარში თუ ნახავთ აი ქართულ შოთის პულვერი ჩვენ გადავიდნენ მაშინ მასოქტორთან და ნახეთ რომ 100 მანეთით მოვიდეს 5 შოთის პულვერი შევედით მაგალითად და დავდექით აბა დიდხანს ამათობდი 5 შოთის პულვერი და მე პატარები იყო სპარტაკიანთან ხოდა მე უცებ შეგვიძლია კიდევ 4 შოთი და კიდევ გუშჩო ეგეც ნუ არც აი არ მეცეთა საოცრად რაღაც იყო ეს გუშჩო და მე წადა ბოლოს მართლა ესა გადავიხადე ფულის გუშჩო კიდე 4 შოთი და მივედით გადმიმეცეთ ფიტარა იმას გავიგოთ იმას ეთქობა ისე დაუბრუნდა წვენი ჩვენი ვატრაკი ფუტუოთ გამოვიწოდა 5 შოთი აი ჩვენ ვიდრეკით ესე თამას შენკელი რამას პატარიძე გული ვოთქანზე და მე ნორმალური წესიერი ადამიანი და ყველას გაგვიყვავს არ ვამბობ ერთად გამოვარდეთ 5 შოთის პულის უკვე აღებული ფონდე აი ეს ნელი ნაბიჯით გამოვარდეთ იმაზე კარებამ და მე რომ გამოვიქეცი აი როგორ მოვგოდი როგორ თემი თბილისის მილიცია მოვიდა თემი რუსთაველი ვირბინა და ეს სულმუნთქვა ასე მივირბინეთ რამაზის სახლში ტეროსკას ქუჩა მაშინას იქ ცხოვრობდა რამაზი და რამაზდა რომ დავჯექინდა აი ერთად შევდავთ 4 პული და ის გუშჩოშკა ამაზე გემრიელი მართლა არასოდეს არაფერი არ შეიძლება აი ასე ერთი წელს ესე გავატარეთ ჩვენი ახალგაზრდობა მართლა ერთად დიდი მადლობა ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო ეპოქის შვილები ყველანი 1000-ეული დამთავრდა და აიწყო ახალი 1000-ეული და ამ 1000-ეულს მესამე 1000-ეულს წინ უძღოდა რამოდენიმე საოცარი აღმოჩენა ერთი რომ პავლე გორყამ შექმნა ქართული ცივილიზაცია და მისი ისტორია შეკრა მეორე ის რომ რამაზ პატარიძემ აღმოაჩინა ქართული ანბანი თურმე ეს ადამიანის ინტელექტის აბსოლუტური მწვერვალებია ის მასშტაბებსაც ვერც ერთი ერი თუ ქვეყანა ვერც კი შეწდება და კიდევ მესამე თამაშხელის აღმოჩენა ეს არის ქართული ენის და ზოგადად ქართველური ენების მათემატიკური აღნაგობა სწორედ ის შეიძლება ჩაითვალოს ამ წლებში ეს ყველაფერი ყველგან ცხადდება იზრდება რომ ქართული, სვანური, ჭანური ეს ენები ახსავსია მათემატიკური შემადგენლობით რომელიც მოიცავს მთელი კაცობრიობის ისტორიას და
პირველი დიდი აღმოჩენა სწორედ თამაშ ხელმა გააკეთა და მე მინდა ეს ასე დარჩეს დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთ მოგონებათა, რომ მას უზარმაზარი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ქართული ცივილიზაციის და ზოგადად საქართველოს ცივილიზაციის წინაშე ამ აღმოჩენით. მოგესალმებით. საგანგებოდ მოვიდი აქ, რომ მადლობა მეთქვა რუსთავის. მადლობა მეთქვა ყველა იმ კეთილი საქმისათვის, ყველა იმ გათენებული ღამისათვის, რომის გარეშეც შემართებისთვის, თავდადებისთვის არ არის ხმამაღალი ამ შემთხვევაში, რადგან რომის გარეშეც ასეთი წიგნები არ იწერება. თამაზი ღირსი იყო ასეთი წიგნის. ნამდვილად. აი, ვერ გეტყვით, რომ მეგობრები ვიყავით. მაგრამ ეს ხო აი რაც კონკრეტულად გასწავლება დაახლოებით 20 წლამდე, მაგრამ პრინციპში 20 წლის მეგობრები ყოლია უნივერსიტეტში. აღარჩევთ, მაგრამ აი სწორედ ისეთი აი თავის და აი ჩვენ საერთოდ საფრთხეებია საერთოდ, მაგრამ აი აქ იყო სუსულა სადაც აი ისეთი აი მარტო ერთი ხაზი იყო აი შენი აღტაცება და ინტერესი ამ ფენომენით თამაზი რომ თავისი წიგნებისა და გამოკვლევების ავტორის რომ ყოფილიყო აი უკვე დაიწერებოდა მასე წიგნი რადგანაც აი ვიმეორებ ამას შეიძლება კიდევ რამდენჯერმე გავიმეორო რადგანაც აი ეხლა გადავხედე ეჩინებუნებებს ყველაფერს რაც გადავაკეთე რაც მასობდა და რაც კი დაწერა განსაკუთრებით რადგან ამის ინსპირატორი იყო როსტოვი ეს არის ფენომენი როდესაც აი ყველაფერი გარშემო აი სულ ყველაფერი გარდა გენეტიკისა ეს წინააღმდეგება აი ამ სცენარის აი ამ ორგანიზმის ამ რაღაც ფენომენის დაბადებას აღზრდას და გამოძერწვას აი ეს ქიმია და ეს უცნაურობა ეს ფენომენი ღირსი იყო ასეთი წიგნის რომ იცოდე დააკვირდე რა შეუძლია აი ბედის წერას რა შეუძლია გაცნობიერებას აი შენი როლის აი შენი ადგილის შენი მოვალეობის აი აქედან უნდა დავეწყო ალბათ რადგან აი სოდა ვინმეს თუ ქონდა ასე გაცნობიერებული თავისი მოვალეობა ასე მკაცრად ასე ზუსტად და ცოტა ვინმეს გამოხოცელებია ეს მაგრამ ამავე დროს ყოფილიყო ისეთი თავისუფალი ისეთი აი იგივე სტუდენტები ისეთი ბოგემური ისეთი არასაბჭოთა აი ისეთი პლეიბოი თქვენ ამ შემთხვევაში აი რომ თუ მას კარგად არის და თუ ყურადღებით არ წაგიკითხავს ყველაფერი რაც მან დაწერა აი არ დაიჯერებდი აი ამ შეუთავსებაში ბედნიერები არა იმით რომ ვისწორდი მას და ბერჯერ გუნაპარაკი ვისაუბრია ხალხი ვიკავათია აი იმაზე რასაც ქართული წერილობა და საერთოდ ხელოვნება რასაც ქვია და აი ის რაღაც აი მისი სტუმრობაც აი მასთან შეხვედრაც მისი წიგნის კითხვაც არის ერთი
ყველაზე გასაფრთხილებელი და სათუთად მოსაგონარი ნაწილი ჩემი ცხოვრების. არ შემეძლებს გვერდთან არ მოსულიყარ და არ ვერაფერს სიტყვა ჩემი პაპის სცენისა და სოლის მოხდა დიდი და შესანიშნავი ადამიანის. ბოდორი თავაზი ჩანდებოდა და არის ჯერ კიდევ შეუფასებელი და დაუფასებელი წერილი. Mina vladárok kalbaton Ilánas Taubasz, Kapcsisztulat Augustus Patrónias, მაგრამ მაინც ბატონო როსტომმა იმდენი მნიშვნელოვანი პიროვნებაზე დაწერა ქართული ლიტერატურის მთელი კალეიდოსკოპი არსებობს. კალეიდოსკოპი არსებობს, მაგრამ აი ამ კაცის გვერდის სწავლა არ შეიძლებოდა, ესე იგი ეს ადგილი უფრო ფართოდ უნდა გამოჩენილიყო ქართულ ლიტერატურაში გამწელობაში. იმიტომ რომ ის მაინც მომავლის პიროვნება ახლა როსტომზე მე შემიძლია ერთი სიტყვა ვთქვა, ფენომენია ეს კაცი. რასაც ეს აკეთებს, ეს ფენომენია. დანარჩენი რომ გასაცვლოთ მისი მასშტაბით და მე ჩემ თავზე ვერ ავიღებ ამას. მაგრამ რასაც ვამბობ, ითქვა აქ უკვე, გიორგი, მაგრამ გავჩერდით ახლა ამ შემთხვევაში, მაგრამ ფენომენია არის. და ვახტანგ ჯავახაძე სულხვა ჩემთვისაც. იმიტომ ორი როსტომი არსებობს, ერთი რომელიც კითხულობს და მეორე რომელიც წერს. აი ეს ადამიანია, ეს და დაუწერია მითებს პროტოკოლში. და თავისთავად ახლა მეც ის მდგომარეობაში ვარო და არ არის ეს სამსარი მდგომარეობა, რომ წინზე არ ილაპარაკო და ილაპარაკო პიროვნებასთან, მაგრამ აქ ის მომენტია სულ ახლა სამი კატეგორია არსებობს, ერთი როდესაც წერალი გაცილებით უფრო მაღალი მასშტაბისა ვიდრე შემოქმედება და პიროვნება გაცილებით მეტი, მეორე როდესაც შემოქმედება ძალიან მაღალი და პიროვნება ვერ ბრალსმასთან და მათ შორის დიდი ზღვა ერთეული შემთხვევა, როდესაც მართლა გიჭირს უკვე პიროვნება უფრო მეტი და მთლიანობაში ჩანს პიროვნება, როგორც აქ როსტომაძის პიროვნება და ესე იგი მისი შემოქმედება და ის ჩემთავობაზე გავლენას ახდენ და იმ დაგლას, როგორც მისი ნაწერები იყო, რასაც ის წერდა, თქვათ, და ჩვენთვის ის გიტანჯარი და ჩვენთვის ის ტრაგედიული ნიღბები და ხოძიუდა ნებისმიერ მისი სავალგიტა და რამ იყო საპროგრამო მასალა იყო მაშინ აბსოლუტურად იგივე მასშტაბით ჰქონდა პიროვნებას. მის საუბარს, განსაკუთრებით საუბარი, რომელიც იყო რაღაც აი თითქოს გიბეტონებდა თავს, რომ გელაპარაკებოდა არ გავდა სხვა საუბარს, ამე შინათავზოდი მასთან სახშიც ყოფილა სოლაში მერეც ხორა, მაგრამ აი ეს საუბრები მისი იყო მთელი სკოლა, რომელიც ისევ გეჭედებოდა გონებაში, როგორც მისი წიგნები და აი ეს ქმნიდა მის სახეს. ახლა ისე დიდებულად ისაუბრა როსტომმა, ისე გამოწვლილი და ქალბატონ ილანას მოგონებების მის სიტყვის მეგობარი იყო სამწუხაროდ ბოლო 20 წელი და 30 წელი იყო, რომ ჩვენ გქონდა ასეთი ურთიერთობები, რომ მეც ნამდვილად აღარ გავაგზავნე ახლა და ვიტყვი, რომ ნამდვილად ხდება ის მომენტი, რომ ბატონი თამაზი იმკვიდრებს იმ ადრის დიდ ქართულ მწერლობაში, რა ადგილზეც ის იყო თიდან მოსვლისა ქართულ მწერლობაში. და მადლობთ. ერთი მართლაც საოცარი წიგნი შეგვემა. ულოცავ ავტორს, ულოცავ ქართულ მწერლობას და გილოცავ თითოეულ თქვენკაცს. ამ წიგნს თანახლავს უბრწყინვალესი წერილი ბატონი გია ჯოხაძის. ფაქტიურად უკვე მათთვის, ვისთვისაც ეს წიგნი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, შეყავს აი ამ წერილის ავტორს ამ უჩვეულო სამყაროში. ბატონ გიასაც მადლობა ამისთვის. ყველამ კარგად ვიცით დიდი ვაჟა-ფშაველას სახელის თავიდან გაცოცხლება გამოიწვია
წვია გრიგოლ რობაქიძის ლექციებმა. აი ამის შემდეგ სხვა თვალით დავინახეთ ჩვენ ვაჟა-ფშაველა. დღეს ამ საქმეს აკეთებს როსტომ ჩხეიძე. აცოცხლებს ჩვენს თვალწინ იმ ადამიანებს, რომელთაც ქართულ სულიერებას ღრმაყვალი დაამჩნიეს და გასაკვირი არ არის, რომ ჯერ მარტო რაც ამ კაცმა დაწერა, რო გადაწერო დრო აღარ გეყოფა. მარტო რო გადაწერო გამზადებული თვალწინ რო გედოს, მაგრამ როგორ აღწერებს, როცა ადამიანს ეუფლება აღმაფრენა, დრო აღარ გადის იქ. მოკლედ, ერთსაც ვიტყოდი, დრო დაამარცხა ჩვენ თვალწინ ამ კაცმა. გაგვანებივრა აი ამ შედევრებით. თვით რობაქიძე რო ვახსენე, რა საოცარი წიგნი უძღვნა. როგორი ქართული წერს. ერთხელ არცა გასაკვირი, იმიტომ რომ უზარმაზარი სკოლა მას გავლილი. დიდი მწერლის, ოთარ ჩხეიძის და რა თქმა უნდა თავისი მასწავლებლის, რომელსაც უდიდეს პატივს და სიყვარულს მიაგებს ბატონი როსტომი ვახტანგ ჩხეიძეს. და ეხლა როგორი ქართულით მეტყველებდნენ ისინი, ჩემზე უკეთიცით თვითონმა თქვენგანმა. ერთსაც დავსძენდი, რომ აი აქ მოდის ის თამაზ ჩხენკელის შესახებ, მისი ფენომენის შესახებ ისეთი ახსნა ყურადღება რომ არ მიუქცევია აქამდე არ არის. ესეც როსტომ ჩხეიძის ჩვეული მეთოდი გახლავთ, მისეული ყველასგან გამორჩეული ალბომი. თამაზ ჩხენკელის თარგმანებზე ჩვენ გავიზარდეთ. მე როცა პირველად დაიბეჭდა ეს საოცარი თარგმანი გარსია ლორკას სხვისი ცოლი, მე ასე მეგონა რომ ქართულად მოლაპარაკე ლორკა იდგა ჩემს თვალწინ. ეს სანტიაგოს საღამოს მოხდა თითქოს უეცრად დაუნებურად, ნები დაჭრიჭინებმა ანთეს ღამე წინანდებურად, ბნელ შესახვევში მისი გუნჭერდი მე გავაღვიძე ხელის შევლებით და ზღვები აყავდნენ უცებ მითი ასამნის თეთრი მტევნები მისმა ხაბარდამ გახამებულმა შიშველი ტანი ვეღარ შეფუთა დააშრიალდა აბრეშუმი თითქოს დასერა ასმა ბედუთმა. გავა რამოდენიმე წელი ამ გენიალურ თარგმანს შევმატება დავითერედიანის საოცარი თარგმანი აკარგა. ჩვენ ბედნიერესიერი ვართ. გვაქვს დროულად ეს ორი სასწაული და საოცარი თარგმანი. ხოლო ბოლო ფინალი რაც აქვს ბატონ თამაზ, მაგრამ მე იგი ვერ შევიყვარე, რადგან პასუხად სიტყვა მისაგებს არ მითხრა სხვისი ცოლი რომ იყო, როცა მიმყავდა დინარი საჭენდა. ბატონი დავითი აი ამას საოცარი გვაწვდის, რომ საბედოდ მაჩვენა თავი არადა მას თურმე ქმარფიქა. ერთსაც შევეხებოდი.
მე მახსოვს აგერ ჩემი კაცხედავს სამებლიძეს სკოლაში ვაჟა-ფშაველას როგორ გვასწავლიდნენ რომ ალუდა კეთელაური აი ამ ბარბაროსული წესის წინააღმდეგ კი არ იბრძვის არამედ გამონაკლის უშვებს სული თუდრეკი ვაშკაცის მიმართ პირველი ვინც ეს დამსხვრია ეს იყო თამაზ ჩხეიჭელი მან ისეთის მოუძებნა მაგას მოსაბრუნი რომ ვერც შეედავა ვერავინ და რა მოყავდათ მაგალითად მოყავდათ რომ ერთსა და იმავე დროს მუცალის ზმას მოაჭრა მკლავი ხოლო მუცალს არ შეაყო ხელი და ახსნა ბატონმა თამაზმა ეს ხდებოდა იმიტომ რომ ალუდა იმ მომენტში მექანიკურად მოქმედებს ბრმად ემორჩილება აი იმ საზარელ წესს მაგრამ მთელი წია სულარი მერე როცა მოდის რას წერს ვაჟა ყმა მოდიოდა გორიგორ არ ეწოდება თავია პირს დასწოლია ნისლები გულით ნადენი შავია და დიდი აღმოჩენა ბატონი თამაზის ალუდას სიზმარი როცა კაცის ძვალ ხორცი წვნიას თავაზობს ვიღაც ეს არის დევი და ბატონი თამაზი განმარტავს ეს დევი თვითონ ალუდა რატო იყო ალუდა იმიტომ რომ მართლაც მთელი მისი ცხოვრება ეს იყო კაცის ხორცით შენელებული წვნიანის მიღწევა და ხდება მას სიზმარი არის გარდამტეხი რომელმაც საბოლოოდ შეცვალა კეთელაურის სოფხედელობა ჩემო როსტო ღმერთმა ხელი მოგიმართოს ღმერთმა შეიძლება მოგცეს გაგეხარებინეთ ხშირად აი ამ მართლაც უნიკალური წიგნებით და რა კი ასე გაგვანებიურე შენ გაჩერების უფლება უკვე აღარ აქვს და არც მოგცე საღამოშვიდობის რუსტომ ფიქრობ შემთხვევეთი არ არის რომ ეს შენ დაწერა ეს წიგნი თამაზ როგორც აღნიშნე თამაზ ძალიან უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა და ეს ურთიერთობა რაღაც კარგად გამოსდიოდა სხვა შვილებთანაც ასე იყო ის მათთან ურთიერთობდა როგორც სტოლებთან და როგორც სწორებთან და თან იცი რა არის კიდე რატო არ არის შემთხვევით რომ შენ ხარ ადამიანი რომელსაც ეს ყველაფერი გახსოვს იყვარს და გაფსურველი რომ გააცნო და გაახსენო სხვებსაც მე ძალიან მიხარია რომ აი ეს კავშირი ეს ამხელა ასაკობრივი ზღვარი თქვენ შორის რო არის რაღაცნაირად როგორ აი ამ წიგნით დაახლოვდა ეს ბედნიერებაა და ძალიან მინდა რომ ეხლაც ასე იყოს რომ ახალგაზრდებმა არ დაივიწყონ ის ძველი თაობის წარმომადგენლები რომლებიც მართლაც იმ ძალიან რთულ პერიოდში ცხოვრობდნენ და ინარჩუნებდნენ ადამიანობას და ვაჟკაცობას და იმუნაც რომ აი ესე რაღაცები ეწერათ და რომელიც გამოადგებოდა შემდეგ თაობას. დიდი მადლობა ამ საღამოსთვის, ამ წიგნისთვის და რა ვიცი, მადლობა. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები მარტო წიგნის განხილვა არ არის, ხსოვნის საღამოთაც გადაიქცევა ხოლმე და ეს ხსოვნა გაგრძელდება და გაგრძელდება და გაგრძელდება. დიდი მადლობა ყველას.